მიმების ვიდეო ერთი თვის წინ დაიდო, ხო? ბაზარი არა, ბექა. დავიწყოთ მიმები. ცოტა გაციებული ვარ. არ შემჩნიოთ. მაგიტომ აქ ეს სექსუალური ხმა. ინტროს მუსიკა. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. What up? It's Beka. გამარჯობა ხალხო, როგორ ბრძანდებით? დაგებრუნდით მომდევნო ვიდეოთი. რაღაცა ეს ბოხი ხმა მიხდება. ან შეიძლება მე მეჩვენება რომ გაციებული ვარ. ერთი თვე გავიდა ბოლო მიმების ვიდეოს შემდეგ. Car for Sale სიმულატორმა ჩაგვითრია, ჩვენი ბრალი არ არის, ძალიან კაი თამაშია, ასე რომ დღეს უეჭველინა დაიდოს მიმების ახალი ეპიზოდი. იმედია მსადა ხართ, ხოცე ხართ. იმედია ყველა ხართ ჯამრთელად, იმიტომ რომ გუშინ საშინელი ამინდი იყო თბილისში, საღამოსკენ მთელი თბილისი დაიტბო რა მგონი, საშინელება იყო. პირდად მეც მოყვევი მან საცობში, ლამის მეც წამიღო წყალმა, აი წკიპზე გამოუსწარი. სამწუხაროდ ბევრმა მანქანები დადაბურული გზაზევე დატოვა და ეს, რავი, საშინელება არის. ჩემ თავზე პირველად გამოვცადა ეგეთი რაღაცა და აი საღოლ ჩემ მანქანას ისეთ ადგილებში გამატარა და ისეთ ნიაღურებში და გუბეებში ვიარე რომ რა ვიცი მეთქი ეხლა ჩაქრება ეხლა რაღაცა მოვა მაგრამ როგორღაც გადამარჩინა ჩემმა აუდი ახლა კი მართლა დავწუნდი რომ ეს მანქანა რაღაცა სასწაული არის მარტო გუშინ წინ მოვდიოდი ბათუმიდან და რიკოთის აღმართზე ისეთი საცობი იყო რომ მეთქი ეხლა აქ მანქანას დავტოვებ რაღაცა გადამიხურდება რაღაცა მოუვათქო მოგეხსენებათ მექანიკა მყავს და მექანიკისთვის საცობებში დგომა არც თუ ისე კარგი არის თან აღმართზე არც კი ამოუხუნეშია მანქანას ისე გამიყვანა მანდედან და აი ზაღოლ მეთქი ბათუმიდან მოვდიოდი რაღაც ახალი საინტერესო პროექტის გადაღებიდან და სულ მალე გაიგებთ მაგ ამბავს. რა და როგორ იქნება მამის გაკეთება მე დიდი ხანია მინდა და მოკლედ ძალიან მოგეწონებათ ყველას ასე მგონია. სიახლეები მალე იქნება. დავიწყოთ მიმები და რა თქმა უნდა პირველი ფოტო უნდა იყოს ჩემი ჭამის. რატომ აფიქსირებთ სულ ჭამის დროს? მაცადეთ. გემრიელი ბურგერი იყო. და დიახ ეს მე და აკეთის ფოტო არის თქვენ დაასათაურეთ თქო. დავწერე და საკმაოდ საინტერესო ვერსიები წამოვიდა. POV როცა დედას ჭიბიდან ხურდის ხმა მოგესმა. საკმაოდ ორიგინალურია. დედა ქუჩაში ნურაფერს შეჭამ ბავშვი. ძირს ნაყარი არაფერი ჭამოთ. როცა შეყვარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წაიყვანა და მაინც ტელეფონში იყურება. არ როდესაც კინოს უყურებ. როცა ვაზა გატეხე და პატარა ძმამ დაგინახა. როდესაც დედამ სკოლიდან დაბრუნებულს ჩიფსები დაგიმალა. ოკეი. ეს ვიდეო ვიცი. ყოველთვის როცა სიკეთეს გააკეთებ დაგიფასდება. დიახ, დაუთმო გზა და ამ დროს მძღოლ სურპრიზი დახვდება. ჟენიერი. ნაიზედით. კავკასუს ავტო იმპორტი? არა, Slender Auto. მანქანების უმხეცესი ავტოსალონი, დიახ. მომენტი როცა მოლარეს პროდუქტის წაშლა ვთხოვე. როცა სახლში მიხვედი და ის ბარგს ალაგებს. ჩემი ოპელი დაამტრიარა. ყველაზე ორიგინალური. როცა მეტროში ციგანი ბავშვი გიყურებს, მაგრამ არ იმჩნევ. ან როცა წითელზე დგახარ. შევუაჭროთ, იმიტომ რომ არ არსებობს ცუდი მანქანა, არსებობს მარტო ცუდი ფასი. აი Hell no, man. What the fuck, man? Get your ass on. არა ხო მართლა მასე არის. არ არსებობს ცუდი მანქანა, არის მხოლოდ ცუდი ფასი. ყველა მანქანა გაიყიდება სწორ ფასში. მაგრამ ჩემი აუდი შეუფასებელი. აი ასე. კარგი რა არის? აუ რა ცუდი მიმია ჩემი კაი. ოპა ომარა. დარი გადავჭამე ყველა სპიცავარ. ეს ბოლოს ხარე ჩელენჯი. ბოლოს ხარე ჩელენჯი მეთქი. ყველაფერს არ უხდება ეს ხმა. მაღაზიაში მოლარე მიბრუნებს ზედმეტ ხურდას. ეშმაკი. არ უთხრა რომ ზედმეტია უბრალოდ წადი. მე 50 თეთრი აკლია და ეშმაკი. საღოლ. Nice. არაბები ბათუმის სანაპიროზე ზაფხულს. აუ მართლა მასია ჩემი. რას ელოდებიან სხვები? Cobra Kai და Wednesday. და რას ველოდები მე? რა თქმა უნდა Car for Sale სიმულატორი. აი მაგრამ მიხარია ეს სერიები რომ მოგწონთ, იმიტომ რომ ჩემთვის საყვარელი თემა არის ეს. აცილე გავარჭე ეს ერთი მეგობრებო არა გიდია ვაცი ამდენია ვარ ეს TikTok-ის ფილტრი მეც ვცადე და გავარჭე დებილო ხო შენ გეუბნები დებილო ეგრე საყვარლად მე მიხურებ თორე გიკვენ ცხვირზე ვოლდემორტი საღოლ ბალიშის ცივი მხარე და მე ისეთი საშინელი სიცხეები იყო, ისეთი საშინელი, რომ თუ არ მოკვდებოდი არ მეგონა. ჩემ ოთახში ახლახან დავაყენე კონდიციონერი და მაგაზე სწორი ფინანსური გადაწყვეტილება მე ჯერ არ მიმიღია. არა, რას აკეთებ? რა უნდა? იდეალურ მდგომარეობაში მანდ რა არ მე გადავებით თქვენ ხო? რატო? აი რა დააშავა მაგ მანქანამ? მაქსიმუმ მატორი ქონეს გაფუჭებული, ხო შეუცვლი მაგ მატორს უიაფესად.
ვახ, ჩემი. სწორ ადამიანს მიყიდე და მოუვლის მანქანას, ისევ გზაზე დააბრუნებს. რატო ამტვრევ? ჯარც რატო უნდა მიყიდო? დარწმუნებული ვარ ჟანგის ნატამალი არ ექნებოდა. გული ჩემი! რა იყო ეს? მამაღალი იყო Netflix-ის ინტროს გავდა, კაი ხო? Samsung-ი. ოკეი, ჩაერთო მერე. Nice. მახსოვს ეს ლანჩერი ბაზარი არა. ჯებალა მე და წითელი ყურსასმენი, მაიცა, მოგონი ვიპოვე ყურსასმენი, მაიცა. განახოთ ის ყურსასმენი კიდევ ერთხელ? მგონი განახეთ ამას. აი ძმაო. ასეთ მდგომარეობაშია. მშვიდობით განისვენებს. განისვენებს რა, მუშაობს ჯერ კიდევ. წალი მხარე. პენსიაზეა, ასე ვთქვათ. რამდენი მოგონება გვაქვს ძმაო? კაი ყურსასმენი იყავი. დედა, აბაზანიდან რომ გამოხვალ შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს. მე არც გამოვიდოდი ძმაო. Only up. Shift. ეგარი მივახტი. გავარჭე. Shift. კაი ხო ეს სამოდი მოუხდა. მიმები Car Force სიმულატორი და ბექა. ახლა რა მოხდა? ძალიან მომეწონა იქ თამაში, ხო? არ დაგვივიწყებია მიმები უბრალოდ გადაიდო. No one, არაბი ტურისტები 40 გრადუს სიცხეში. ისე მქონდა მე საუბარი ამაზე არაბებთან. კატარში რო ვიყავი და ისე არიან შეჩვეულები, რომ ვაფშე არ აწუხებთ. პირიქით რო არ ეცვათ, ესე უფრო არაკომფორტულად იქნებიან. დაბადებიდან ასე აწვიათ ქალებს, აზე ხართ დაბადებიდან. ბასეინშიც კი ასე ჩადიან, ხალხო, მე ბასეინზე ვიყავი და ასე ჩადიან ზუსტად. შურის მაძიებლები და ბუზის მაძიებლები. არა, მატუნაკოიძე იმენა შემსრულებელია. ქრაში გამბედავი ბიჭები მომწონს და ამ დროს მე სიკვდილს დააჯდა ბუზი არის ეს თუ ბუზი სიკვდილს აზის თუ როგორ არის რაღაც მასე მე ძალით კი არ გიშლინერებს და ასევე მე კი გურამული მითომ აქვს მე გადმოგირეკავ გურამ მე მანქანის სალონში ვანთებ შუქს მამა ჩააქრე მეც მასე ვარ როცა ვატარებ და სალონში შუქს მინთებენ არ მევასება ყურადღება გადააქვს გოგოები სალაპარაკოდ არავინ მყავს და ბიჭები POV მამა სახლში მთვრალი მოვიდა ზუსტად მასეთი მთვრალი მამა ვიქნები მე. Bravo. Nice editing. დიახ, კიდე მიკროფონს მოვარტი უკაცრავად. აი ხა ვიჭირე. სამწუხაროდ მარტო გვერდებზე ამიღე ცოტა. ეს ტკივილი ყველას გვაქვს გამოსტილი, დიახ. როცა კბილის ექიმთან ხარ და პაციენტის ტირილის ხმა გამოდის. ჩემი ბავშვობის უდიდესი შიში იყო ეგ. მაგრამ პირველად ექიმთან რომ მივედი, ისეთი გამოყოჩებელი გამიკეთა, რომ ყბარო ჩამოგეღო ვერ ვიგრძნობდი. აი მართლა. როცა მამას შენთვის ქუდი უნდა დაეხურა, მაგრამ დედის კატკახურა. ოკეი. მოიცა ჯერ დავლევ და მე მოყევი არ გამაცირო. მეგობარი ხო და მართლა მასეა. მოკლედ ზოგადად აი ესეთ ჭყლეტვაში და რაღაც ესეთ ადგილებში არ მეძინება რა. წინათავს მაქსიმუმ 5 წუთი რაღაც აუფრინდით და ამას უკვე დაეძინა. გურა ხერხებენ ბაზზე არა. დედა რა საყვარლებია და მიხედე ამათ. გაბუ რატო იტყუები? სადაც უნდა დაждე ყველგან გეძინება. საჯი რა საკეთებთო? საჯს გაუტრიალდა. ოკეი. არ არის ჩაწყობილი ძმა. ვაშლი შეიცავს რკინას, გორელები. ძველი მიმია ძმაო. დაბინძურებული ოფისიდან აგავი მანქანის თავზე. ეგ არასწორი ეგ. სლენდერ აუტო და სლენდერ აუტოს ფასები. ჩვენი ბიზნესი მაინც აყვავდება. არა ყვავდა თუ რა? მეც ეს დაფაზეა სკოლაში დახატული თუ რაზე არის? Very nice. თამნელს დაამსგავს აიდიაში. ყოჩა. დედა ჭიქები სად გაქრა ჩემს ოთახში ძლივს გადავეჩვიე მაგას. და კიდე კაი გადავეჩვიე. ძალიან არაკომფორტულია ჭიქები რო არ გაქვს სამზარეულოში. ხაპაჭური და ხაჭაპური, ხაპაჭური რა თქმა უნდა. მე კი რამდენი ხანი მიმებს უყურებ და აი ეს რატო, აი ესენი რატოა, რატო აქ? რატო არის აქ? რა გიდათ ჩემი ძველი ფოტოებისგან? სავარაუდოდ მალე ვნახავთ უწვეროთ კი? თითქმის 100,000 გამომწერზე ვართ. ვარ გადავთ. იჩქარე აქცია 10 და 99-ის ნაცვლად 10 და 99-ად ეს არის ჩვენი სლენდერ აუტოს ფასები ზუსტად. იგივე სეილები გვაქვს ჩვენს. ყوارღადაო. What the fuck? საიდან რატო ვის მოაფიქრდა ამ რემიქსის გაკეთება? როცა გამოსტაზე ნაცნობი საკითხი შეგხვდა, მაგრამ მხოლოდ გეცნო. მასეა. ნორმალური გულისცემა, გარდაცვლის გულისცემაო და only up-ში ფეხი დაგიცდა.
ერთ-ერთი ძმაო საშინელებაა. ჩანგელაგუნგე და change language. უკვე ეგრეა ძმაო. ისე შევეჩვით ამ ჩანგელაგუნგეს აღარავინ არ ძახის ესე. როცა სპორტს ელოდები და მათემატიკა გიტარდება. აუ რამდენჯერ მქონია ეგეთი მომენტი. მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო ბოლოს რო სპორტი გქონდა და რო გიცდებოდა. ეგრევე სახში დავაწაკით. შეგიმჩნევიათ რომ როდესაც პულს კარგავ, ყველაში და ყველაფერში შეჩვიგეპარება. პულსზე ხარ? არა, მალე ადეკი. ზუსტად მასეა. დამტვირი სპაიდერმენი პიტერ პარკერი. აბა დამიმტკიცე. დო. ნიჭიერები ხართ ძმაო. ღვიძლი გიყურებს თუ როგორ სვავ ჯანმრთელობის სადღეგრძელოს. ცოტაც გაუძელი მეგობარო. ერთი კვირა აღარ დავლებთ. როგორ უყურებთ ერთმანეთს 12 წლის მე და ჩემი კლასი მას შემდეგ რაც ბიოლოგიის მასწავლებელმა სიტყვა თესლით ახსენა. კი, მაგარი უცნაური ბავშვები ვიყავით ხო ყველა. როგორც ჩანს ამ მიმების ეპიზოდის ბოლოშიც გავედით სასტავ. დღეს ცოტა ენერგიაზე ვერ ვიყავი, იმიტომ რომ გაცეებული ვარ და ხმაზეც მეტყობა ალბათ. მე ვაპატიეთ შევესწრები შემდეგში უფრო ხოთზე ვიყო. მაგრამ იმედია მაინც გაერთეთ ცოტა მაინც, ხო? ასე და ამგვარად. უღრმესი მადლობა რომ უყურებთ ამ ვიდეოს ბოლომდე. გამოიწერეთ არხი თუ ახალი ბრძანდებით, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, დისლაიქი დატოვეთ, მაგით გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. და